შუადღემდე ყველაფერი ჩვეულებრივ მიდიოდა, სანამ ბატონმა სტრაუბმა დასაკეცის სტადიონის ტრიბუნების მექანიზმს შორის თავი გაყო და კისერი გადაიმტრია. ეს ყველაფერი გულშემატკივარი გოგონების გუნდის თვალწინ მოხდა. კვლავ სასწრაფო დახმარების მანქანები გამოჩნდნენ. გოგონები ცრემლებად იღურებოდნენ, ზოგიერთმა ბიჭმა და მასწავლებელმაც ვერ შეიკავეს თავი. უმეტესობა უბრალოდ დაბნეულნი იყვნენ. ბატონი სტრაუბის გარდა, რა თქმა უნდა. შევძელი სცენისთვის თვალი მომეკრა, როცა ხალხის ყვირილის მხარეს გავიქეცი, რომ გამეგო რაში იყო საქმე. მისი სახე მოკლებული იყო ყოველგვარ აზრებსა თუ ემოციებს, თავი კი უცნაურად ჰქონდა გადახრილი. ვიფიქრე, მკვდარ ადამიანებს ალბათ ასეთი გამომეტყველება აქვთ მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს, ის თავის მოკლამდეც ასეთი იყო. მივიდა, კისერი ღარებიან სკამებს შორის გაყო და პულზე ღილაკს დააჭირა, რომ ტრიბუნები ჩაეხურა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მას უბრალოდ პირი ჰქონდა დაღებული და სულელივით იყურებოდა. მაშინაც კი, როცა ლითონის მექანიზმი ხრტილებსა და მალებს უჭყლეტდა.